მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურულს. დღეს მოგიტანეთ კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სინჯოთ. არის მარტივი, სწრაფი და თანაც ბიუჯეტური. და რაც ყველაზე მთავარი არის ძალიან გემრიელი. პირველ რიგში ქვაბში მოვათავსოთ გარეცხილი და გასუფთავებული 500 გრამი მარწყვი, რომელსაც დავაყაროთ 150 გრამი შაქარი და გავაჩეროთ 1 საათი. შემდეგ დავადგათ საშუალო ცეცხლზე და ვადუხოთ. როცა მარწყვი ადუხდება დაახლოებით 10-15 წუთი, 50 მლ წყალში გავხსნათ 2 სუფრის კოვზის სახამებელი და ჩავამატოთ მარწყვში და თან მუდმივად მოვვრიოთ. როცა მარწყვი და სახამებლიანი მასა ადუხდება დაახლოებით 10 წუთი, გადმოვდგათ და გავაცივოთ. გაცივებული მასა დავაბლენდეროთ ან გავატაროთ საწურზე, რომ მივიღოთ მარწყვის ხილფაფა. აუცილებელია მასა კარგად დაბლენდერდეს. ან შეგიძლიათ ამ მიზნისთვის უბრალოდ მარწყვის ჯემი გამოიყენოთ. ახლა კი მოვამზადოთ ცომი. 2 კვერცხს დავამატოთ მწიკვი მარილი და 150 გრამი შაქარი და 1 ვანილი და დავიწყოთ ათქვეფა. კვერცხი და შაქარი ვთქვიფოთ კვერცხის გათეთრებამდე. აუცილებელია მასა კარგად აითქვიფოს. როცა კარგად ავთქვიფავთ კვერცხის მასას, დავამატოთ 150 გრამ მაწონში ან არაჟანში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა და აქვე ჩავამატოთ 100 მლ ზეთი. ყველა ინგრედიენტი კარგად ავურიოთ მიქსერის ან სათქვეფელის საშუალებით და შემდეგ დავამატოთ ახალგაცრილი 200 გრამი ფქვილი და კვლავ ავურიოთ მიქსერის საშუალებით. პირველ რიგში მიქსერის ჩხირებით კარგად ავურიოთ ფქვილი და შემდეგ დავიწყოთ მხოლოდ მიქსერით ფქვილის ცომში არევა. როცა ფქვილი ბოლომდე კარგად გაიხსნება, ცომიც მზად არის. როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად, ბიუჯეტურად მომზადდა ჩვენი ნამცხვრის ცომი, რომელიც გადავიტანოთ ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი. ფორმა არის 30-40-ზე და გადავანაწილოთ ცომი თანაბრად ჩვენს საცხობ ფორმაზე და შევდგათ წინასწარ განხურებულ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში. ფენა უკვე გამოცხვა, რომელიც შევაგრილოთ. შემდეგ ჩამოვაჭრათ გვერდები და გავჭრათ 3 ტოლ ნაწილად. აი ასეთ ფუმფულა ფენებს მივიღებთ, რომელზეც გადავანაწილოთ ჩვენი მომზადებული მარწყვის ხილფაფა. ამავე რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ ნამცხვარი არა მარტო მარწყვით, არამედ ჟოლოთი ან გარგარით ან ატმით. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ფორთოხლითაც. როცა ყველა ფენას წაусმევთ მარწყვის ხილფაფას, ზემოდანაც გადაусვათ გვერდებზეც და მოვაყაროთ ჩამოჭრილი ნაწილების ნაფხვენები. როცა გვაქვს მარწყვის სეზონი, შეგვიძლია ზემოთაც მარწყვით მოვრთოთ. შევდგათ მაცივარში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და შემდეგ გემრიელად მივირთვათ. შინაურულზე არის მარწყვის არაერთი დესერტი, მათ შორის არაჩვეულებრივი მარწყვის ტორტები, ასევე მარწყვის ჯემისა და მარწყვის მურაბის რეცეპტებიც. აუცილებლად მოამზადეთ ეს მარტივი და სწრაფი ნამცხვარი, რომელიც ყველასთვის საყვარელ ჟოზეფინას მოგვაგონებს. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.